ანა გოგოლაძე კოალიციას ცვლილებისთვის წევრი გვერდდება პირდაპირ ეთერში. ანა, მოგესალმებით, მადლობა სტუმრობისთვის და ხო აი ჩვენ ახლაც ვნახეთ რა ხდება სასამართლოზე და ვსაუბრობთ მუდმივად იმაზე, როგორ იქცა სასამართლო რეპრესიების ერთ-ერთ ყველაზე მძლავრ და ყველაზე მძიმე იარაღად, ასე ვთქვათ, ბიძინა ივანიშვილის ხელში და ნახეთ სწორედ გუშინ რა ხდებოდა საბა სხვიტარიძის სასამართლო პროცესზე, რაც ასევე დასრულდა ისევ ახალი დაკავებებით გიორგი ოკმელაშვილის ოჯახის წევრი. აი ზუსტად საბას გუშინდელ პროცესთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ და აი ზოგადად ეს ტენდენცია რას გვაჩვენებს ანა, როგორ იყენებს რეჟიმი, როგორი გაგრძელება აი ამ რეპრესიული მანქანის თავის ცრუ მოწმეებით, რაც გუშინ ვნახეთ და კიდევ ახალი და ახალი დაკავებებით და კანონდარღვევებით, რასაც მუდმივად ვადევნებთ თვალს. კი ბატონო, მოგესალმებით თამარ, მივესალმებით მაყურებელს. მოსახლეობას უნდა ახსოვდეს, რომ ავტორიტარიზმი ეს არ არის აბსტრაქტული მცნება და ავტორიტარიზმის პირობებში ადამიანთა ერთი ჯგუფი არის ჩაგრება მხოლოდ სახელმწიფოს მიერ. ავტორიტარიზმი ეს არის მოცემულობა, სადაც კონკრეტული კანონი და ამ კანონის დამცავი ორგანოები, რომელსაც სამართალდამცავ ორგანოებს ვეძახით და ჩვენთან დიდი ხანია უკვე დავიწყებული გვაქვს, რას ნიშნავს ღირსეული სამართალდამცავი ორგანოების ქონა და ნეიტრალური მსაჯულის სასამართლოს არსებობა, ემსახურება არა ხალხს და კანონს, არამედ ემსახურება პარტიის მსახურად იქცევა ამ შემთხვევაში და ყველას უნდა ესმოდეს, რომ ეს მმართველობა არ არის, ეს არის ტოტალური კონტროლის დამყარების მცდელობა, რომელსაც უკვე ღრმა ფესვები აქვს ჩვენ ქვეყანაში გადგმული სამწუხარო და თითოეული პოლიტპატიმრის პროცესი, ძალიან მძიმე პროცესი, ახაც რო უყურებდი კადრებს, ძალიან მძიმე იყო ჩემთვის. არ არის კონკრეტული პოლიტპატიმრის და მათი ოჯახის წევრების თავზე დატრიალებული ძალიან მძიმე ტრაგედია, რომელსაც ხელისუფლება უწყობს ამ კონკრეტულ პირებს. უწყობს იმიტომ, რომ ეს პოლიტპატიმრები არიან მათი შიშის ინდიკატორი, შეიძლება თამამად ვთქვათ, იმიტომ რომ ხელისუფლებას ეშინია κρიტიკის და ეშინია სამართლიანი ხმის. ზუსტად იმიტომ ცდილობს ის სასამართლო სისტემის მონოპოლიზაციას და მაქსიმალურად დაქვემდებარებას, რომ სასამართლო არის ის მსაჯული, რომელიც ავტორიტარიზმის პირობებში ჯის არა ხალხს, არამედ ხელისუფალს. და ზუსტად ამიტომ იქვემდებარებს სასამართლოს და შესაბამისად აჩუმებს კრიტიკულ ხმას ამ ქვეყანაში და პოლიტპატიმრები ამის ინდიკატორი არის. საბას ხდომა გუშინდელი ისევე როგორც სხვა პოლიტპატიმრების ხდომა, გუშინ იყო ნიკა კაციას ხდომა, გიორგი ახობაძის დღევანდელი ეს ხდომა, იმ პოლიტპატიმრების ხდომა, რომელიც ახლა იწყება, ყველა ჯერზე არის ძალიან მძიმე, იმიტომ რომ რატო სისტემის სრული სახით ილუსტრაცია ხდება ამ პროცესებზე დაწყებული მანდატური სამსახურის თანამშრომლებით, რომლებიც აბსოლუტურად მიუკერძოებლები და ნეიტრალურები უნდა იყვნენ. ჩვენ ვხედავთ, როგორ ემსახურებიან რეჟიმს დაწყებული ცრუ მოწმეებისთვის, მანქანის კარის გაღებით და მათი გაცილებით დასრულებული აი ესეთი ბავშვების ცემით შუა სასამართლოს დარბაზში, რასაც უყურებდით, ხო? რეალურად, აი უმძიმესი პროცესია, საბას პროცესი ბევრი შრისგან შედგებოდა გუშინ და ბევრ შრეში გამოვლინდა ის სისასტიკე, რასაც ხელისუფლება ავლენს ზოგადად საკუთარი ქვეყნის მოქალაქეების მიმართ. გუშინ იკითხებოდა საბას საქმის ეგრეთ წოდებული გამომძიებელი სალომე ედიშერაშვილი და ძალიან კარგად მინდა რომ მოსახლეობა მიცოდეს ამ ქალის სახელი და გვარი. ეს არის სალომე ედიშერაშვილი, ეს არის ადამიანი, რომელსაც აბარია საბას საქმე და სად ჩანს ეხლა რომ ყველაფერს აქვს ფორმალური ხასიათი და პოლიტიკური გადაწყვეტილება უკვე გამოტანილი არის თავისუფლად შეიძლება ითქვას. საქმის მთავარი გამომძიებელი არ მიდის ადგილზე. მას არ აქვს ზუსტი ინფორმაცია ქორთიერთან თუ რატონთან მოხდა აღნიშნული დაკავება იყო თუ კონფლიქტი, სადაც დაგხვდნენ ტიტუშკები და მე იმ დღეს იქ ვიყავი. არ იღებს ვიდეო მასალას და ხელმძღვანელობს მხოლოდ საიტიდან, Facebook-იდან ჩამოტვირთული ერთი კონკრეტული ვიდეოთი, რომელიც წარმომავლობაც არ იცის საერთოდ. არ ყავს დაკითხული მოწმეები სამი პოლიციელის გარდა არავინ და მთავარი მირიან ქავთარაძე ვიზე თავდასხმასაც ედავებიან ეგრეთ წოდებული პოლიციელი ტიტუშკა. ხო? ტიტუშკის ფორმაში სრულად არაიდენტიფიცირებული, მოსული იქ ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფ ადამიანებთან ერთად, რომელიც პროვოკაციას გვიწყობდა იქ მყოფ ადამიანებს, ის არ ყავს გამოკითხული, ყველაზე მთავარი. ვიზეთ თავდასხმასაც ედავებიან საბას, მაგრამ გარდა ამ ფორმალური საქმის წარმოებისა, სადაც მთავარი გამომძიებელი არაფრით არ დაინტერესდა საერთოდ, იმიტომ რომ უკვე განაჩენი დაწერილი არის, ის უბრალოდ ხელის მომწერია. ამ ქალის ოთახში მიმდინარეობდა საბას წამება მთელი ღამის განმავლობაში და ისეთი დონის წამება, რომ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს საბა ამ საქმეზე დაზარალებულად ყავს ცნობილი. იმდენად იყო საბა ნაწამები და ეს ამ ყველაფრის მოწმე იყო აბსოლუტურად
ყველაფრის მოწმენდა, როდესაც სთხოვეს რომ სასწრაფო გამოეძახათ ან ექიმი, პარკი მიაწოდა მან საბას. ამ ტვინის შერყევისგან მიღებული მძიმე დაზიანების შემდეგ, რომ ნუ რაც იყო, ხო? ხო, აი ეს უმძიმესი ამბავი აღწერა მართლა, აი საბას ამბავი, აი მართლა არ ვიცი, წარმოუდგენელია და როგორ რეაგირება არ ქონდა აბსოლუტურად ამ ადამიანს და გუშინ მოვიდა პროცესზე და გუშინ ის პროცესზე აი რას აკეთებდა, რატომ გამოიწვია აი ასეთი რეაქცია ამ ედიშერაშვილის, სალომე ედიშერაშვილის გუშინ მისვლა პროცესზე. ჯერ საინტერესო არის ის, რომ როდესაც პოლიტპატიმრების ცხრომები იწყება და აი ყველა დეტალში ჩანს ამ ხელისუფლების აი გარდა პოლიტიკური შეფასების ამ დაბიო მიდგომა ყველა საკითხის მიმართ, რომ იციან რომ ყველა საქმეს, პოლიტპატიმრის საქმეს აქ ძალიან დიდი გამოხმაურება, ძალიან დიდი საზოგადოებრივი მხარდაჭერა და შესაბამისად დარბაზები ვითხოვთ ხოლმე უფრო დიდი ზომის დარბაზებს, რომ ყველა მოახერხოთ შესვლა ოჯახის წევრებმა, მეგობრებმა, თანაპარტიელებმა, ხომ? მაგრამ ყოველთვის დარბაზი არის ძალიან მომცრო ზომის და გვიშვებენ მხოლოდ რაც შემდეგ, რაც მოსამართლე შემოდის. ჩვენ რომ მივედით ადგილზე, იქ დაგვხვდნენ დარბაზში 8 ეგრეთ წოდებული პოლიციელი, რომლებიც გვეუბნებოდნენ უბრალოდ პოლიციელები იყვნენ და იქ იყვნენ სალომე ედიშერაშვილის მხარდასაჭერად მისულები, მაგრამ გარდა ამისა თამარ ეზოში იყო მობილიზებული არნახული რაოდენობის კრიმინალური პოლიცია, საპატრულო პოლიცია, რომლებმაც გააცილეს და ასევე წაიყვანეს ესკორტის საშუალებით სალომე ედიშერაშვილი. ადამიანი, რომელიც თავისუფალი და მართალია, ამ რაოდენობის კრიმინალური პოლიციის მობილიზების თანხლებით მისვლა და მოსვლა სასამართლო დარბაზში არ სჭირდება ნამდვილად. ხო, რასაკვირველია. და სალომე ედიშერაშვილი დღეს თუ ვინმე მორალურ ტყვეობაში არის, თუ ვინმე დამნაშავე არის რეალურად, სულ ცოტა მორალურად დამნაშავე არის, ყველაფერს თავი დავანებოთ იმ სამსახურეობ გულგრილობას, რომელიც მას გამოჩენილი აქვს და გუშინდელ სხდომაზე მთელი 2 საათის განმავლობაში იზახდა, რომ ან არ იცოდა, ან არ ახსოვდა, 2 საათის განმავლობაში მეტი არაფერი არ უთქვამს, ან არ იცოდა, ან არ ახსოვდა, მასზე ბევრად უფრო თავისუფლები არიან ის პოლიტპატიმრები, რომლებიც დღეს ივანიშვილის სასამართლოს გისოსებში ყავს გამომწყვდეული. ნამდვილად ასეა, უფრო თავისუფლად გრძნობენ ისინი თავს და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე იქნებიან კიდევაც თავისუფლები.